დილამშვიდობის 8 საათია. მამალმა ეხა იყილა მოიცეთ გაგასწოროთ. პირში შემოგიგდებთ ხოლმე ახლოთ. რა თქმა უნდა, ნაგები დედას გეფიცებით გოგოებო. შაბათი დილამშვიდობის ჯერ იმდენი ნაგავი მაქვს და იმდენი ჭურჭელი. რა თავი მგონია მილიარდერი. არ ვიცი კაცო ამ ნაგავში რა ასყრი, არაფერი არ მაუხრია და ყოველდღე რო ვყრი ეს ყუთი ვიფიქრე რომ გამოვიყენებდი, ეხლა უნდა დავიწყო ცხობა. და აღმოჩნდა რომ არ მაქვს დარიჩინი. ტაქსიკო. სამწუხაროდ საქართველოში ყავს ისეთი კაცები, რომლებიც არ გვატარებენ. დედაც ჯეკ. ერთხელ ასე მოვდიოდი, ეს საფულე აქ მქონდა და ნაგავში ჩაუშვი საფულეც. ბროლდ მალე მივხვდი. ესე იგი, ახლა მე მინდა პაპიროსი. დარიჩინი და კატების ჟელი. გამარჯობა. ჩემი სადაური მეზობელია. დედა ახალი გაღვიძებული ვარ. ლიბანელი. ლიბანიდან არის. სივა. წავედით გოგოებო მაღაზიაში. არ ვიცვლი. უნდა მივახციო ბაზარამდე. გუშინ ბავშვობის ნაწილები იყვნენ ჩემთან. ჩემი მეგობარი და მეორე მეგობარი ბავშვობის, ძალიან ღრმა ბავშვობის, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და ეს შუა ასაკიც. და ისეთი დამუხტული ვიყავი, ისეთი რაღაცნაირი ვიყავი, ყველა წამს ვფრთხილდებოდი და დიდი ხანია ესე არ კახური სიტყვა მოვქუჩებული ვართ. ხო და ხო, ანუ თან ადამიანს როცა ძალიან გიყვარს და ძალიან ხვდები როგორ განიცდის და ვერაფერი ვერ ვუთხარი. ამ გაჭირვების დროს როცა თვითონ დადის ამდენ ბიოპსიებს იკეთებს, ამდენ ექიმებშია გახლართული და ყურისთვის საშინელი დიაგნოზდა მე მჯერა რომ ის ნიკოპმა რატო დაიწყო ჩაჩხლე და მისანემსია. საშინელი დიაგნოზი ბრძვის. ამოიღო 100 ლარიანი და ნიკას ტკიცა შუბლში. ძალიან გავუბრაზდი. ეხლა მე სამსახურში ვერ წავედი და ერთ-ერთ პატარა კაფეში სადაც ვმუშაობდი სამწუხაროდ დაიკეტა, ბოლო ხელფასი ავიღე და თვითონ მოვიდნენ 10:30-ზე, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის ხოლმე დეკლარაციის მომზადება, ჩაბარება და ძალიან თანამდებობის პირი შუსუსის თანამშრომლები არიან. ცოლი და ქმარი უსაყვარლესები არიან. ხო, მომართვეს ღვინო, ნამცხრები და ერთი როდის დავასრულე. ჩემები ჩაფრინდნენ ტაილანდში უკვე 5 საათი უნდათ. პატარა გიოს ლოყამდე, ჩემი პატარა გიოს ლოყამდე გიზდები. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა ჩვენს ქუჩებზე, იმიტომ რომ აქეთ მანქანებია. შუაში რა თქმა უნდა მანქანა უნდა იაროს. მესმის რომ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი ხარ და გაგვიანდება ან მებლატავები, მაგრამ რატო შვილო, რატო?
ჯერ მზე არ ამოსულა და უკვე დედის ერთი ადგილის გინება რო გინდება. ცოტა შორს მინდა წასვლა რომ ბევრი ჰაერი მივიღო სანამ მანქანები ამოძრავდება. ძალიან ჩუსტობით ვარ. ესე იგი შეკვეთა მაქვს მაფინები 24-28 ცალი ფორმა მაქვს, რომელიც იმ დღეს შევიძინე. ქადები ცოტა სხვანაირად ვაკეთებ და გაგიზიარებთ. მაფინებს ეს რასეთ შევძლებ. გაგიზიარებთ ცოტა ესთეტიური რო იყოს, იმიტომ რომ ჩემი სამზარეულოს ვიდეოები არა ესთეტიურია, იმიტომ რომ ვერ ვდებ ტელეფონს სწორად. ცომები მაქვს მოსაზრელი ხაჭაპურისთვის და ლობიანისთვის. მე უნდა გავიქცე და ტუჩი დავამთავრო პირველ საათზე ვარ ჩაწელი, წაგიყვანთ. და მე მივდივართ ჩემი მამიდაშვილის ბავშვის დაბადებაში. არ ვიცი წაგიყვანთ თუ არა. იმიტომ რომ ხო ცოტა შინაური გარემოა ხოლმე რა. ნიკოსაც არ უყვარს გამოჩენა და გადაღება და შესაბამისად არც იმათ. ახლანდელ თაობას რას გაიგებ, ვერაფერს ვერ დააძალებ, არ შეიძლება დაძალება, არ შეიძლება. არ ვიცი ფრესკოში არის თუ არა საქართველოს ბანკომატი. ვნახოთ. გუშ ჩემი დაქარლები რო აცილებდი. შემხო ჩემი ძველი მეზობელი რომელიც საუკუნე არ მინახია. რა თქმა უნდა ჩავკოცნე მოვიკითხე და გახდია დედამთილია. მეთხერი არა. ჯერ მე უნდა გავთხოვდე თქო. შევამხედა და სადღაც 17-18 წლიდან ვიცნობ ერთმანეთს. შევამხედა და მითხრა მას ფლოსტებით რო დადიხარ, როგორ უნდა გათხოვდეო. და სახელნაკარი თუ არ გამოდიხარ, რომ რამდენი ხანია ჩამოვიდიო სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. და არ დამინახი ხარ ერთი თვის მანძილზეო და როგორ გინდა რომ გათხოვდე. მითხრა უბრალოდ მინდა. თან კაია დილის ბოდიალი. პლასტებით ხა მეორე თქმა უნდა მას ძირებს დაურეცხავ. ან მეორე ჩოს ჩავიცვალ, იმიტომ რომ უკვე გასახიხია. გუშინია და ეს ხელი. სახსარში. შევიდეთ ფრესკომდე ჩამოვედი. კაი ძალი მოწანწალავა. შევიდეთ შევიდეთ. რამე თუ იყო ავიღოთ. დაუბრუნდი სახში. გუშ დამეძინა დივანზე. არ ვიცი მაგითო მტკივა მხარი თუ რის გამო ვერ კეტყვით. ხო და ფრესკოში დავინახე რომ იყო ფასდაცნობა. ასეთ ადიელად. ეციარე. ბიგოფის კავა მასირტი. საპა. მოდის. ფერიც ფიქრობ რომ გავარტყი ეს გამომადგება ხო იცი ლამაზია მას შევინახავ იმას საჩუქარს რო გავუკეთებ შევკრავ აბა ნახოთ რა ქნას წამოდით ესე იგი დამტენის შნური და ვალიშის პირი ერთი ზომა გვაქვს, ერთი ფერი გვაქვს. მაიცადეთ, ჩემი შეწყალი დივანი მოისპო.
რაც ამას წმინდა აქ და წოლა აქ. ეხლა ვნახოთ ამის სიგრძე სიგანის ამბავი. ოკეი. ეს შეიძლება. Permita, ya le que claus. Hasta dar motivo agora. Есть ფიქრობთ. ლურჯ ბალიშის პირს ვეყიდი და ერთს კიდევ ვეყიდი მისოფარებლად. შედარებით დაგბილდა. კაი. 64 ლარი გადავიხადე სიგარეტიანად. ვნახოთ ახლა კიდე რა წამოვათრია. დღეს პირველად ჩემ თავს ვაიძულე, რომ რაც ფასდათმობაში იყო, ამომელაგებინა და უკან დამეტოვებინა. ეს იყო მიწის თხილის კარაქი, რომელიც ღერს ძალიან დიდი კილა 12 ლარი და ყავის კაფსულები, იმიტომ რომ ყავა მქონდა. ეს ვერ დავტოვე. 3 ლარი იღებდა, ანუ 9 ლარი. შეუძლებელი იყო, რომ ეს დამეტყვა. მოგეხსენებათ, მე წვნიანები ძალიან მიყვარს. და ეს პრინტი არის ძალიან ძველიდან წამოღებული და შალხიძე მინახია ამის ჭიქებით. იმასაც ვიყიდი ერთ ფინჯანს. კატები უკვე დავაპურე და ეს შემოვიტანე, იმიტომ რომ კორმამდე ვერ მივედი. რაზეც წავედი. ყველი იყო ფასდათმობაში. ეს არის ედემი და ტოსტში ძალიან კარგია. 17.91 მივეცდი და ტყვიასავით არის. კეთყვით ახლა რამდენი გრამია? 896 გრამია. 20 ლარი ღირს ხოლმე 9 კილო მოცარელა, ხო, ორნაბიჩი. წინაზე ის ვიყიდე, მაგრამ ეს უფრო დიდხანი ყოფნის. ხო და გოიმი რო იქნები, ძალიან გოიმი, ძალიან სოფლები. ფუ, მე. ეს ჭიქები მომწონდა ხოლმე სულ. მუდამ. 12 ლარი ორმაგი ჭიქა არასდროს არ მქონია. რაც შემოვიდა ორმაგი ჭიქა. მეც მინდოდა. ხო და ეხლა გერდა ფასდათმობით 5 ლარი. ყველაზე მაგარი გოგო ამ პლატფორმაზე ქეთი წვერავა გვეწარს. კეთო მიყვარხარ. შეიძლება არ ვარ ყველაზე მაგარი გოგო, მაგრამ შენთვის ვარ. ესეც შემომესყიდა. და პაპიროსი 60 ლარი. როგორ არის 60 ლარი? ძალიან საინტერესოა.
ხანდახან გამოწმებ ხოლმე იმდენ ფულს ვეხდი. 20 მივუმატოთ 17 და 91 მივუმატოთ 9 ეგრე. მოწესრიგი მე ხა მივასუფთავებ და დავიწყოთ. მე დავიწყებ. ნამცხვარი. თან ვაცხობ, თან ბალაგებ, თან ვეცხავ. არ ვიცი როდის რას მოვაცრებ, ცოტა დავაგვიან. მე შენიშნოს ვეღებავ ჩვეულებრივი კექსის ცომია, გოგოება აბსოლუტურად ჩვეულებრივი. ვიღებ ერთ კოვს ამას ჩავდებ აქანა ასე შემდგომ ამას აქვს თავის ცხვირი. კარგია რომ ტორტის იმით იმუშაოთ, მაგრამ უყურეთ, აქ ჩავყობ ამ ცხვირს, გავბერავ და შემდეგ თავს დავადებ. არ ვარ კონდიტერი, ასე, უბრალოდ შინაურულად ძალიან გემრიელი იქნება. გავსინჯეთ ცომით, გულით, ყველაფერი დავაცხოთ და დავბრუნდეთ. 12 საათია. მე ვარ აბსოლუტურად ფქვილიანი. სახლი დავალაგე. იატაკი დამჩა მხოლოდ გამოსაწმენდი დაბანაკდა აბაზანაში სამფეხა. ой, ჩაიდანი ჩავთე ვითომ და არ შემიერთებია. გაჩვენებთ რა მოვამზადე. ავიღოთ ახალი ჭიქა. გოიმების ჭიქა. ჩავყაროთ ყავა. და ეს ყველაზე მახინჯი მაფინი დავიტოვებ. ნახო როგორია. ესე იგი რომ წამოდით. ეს არის ლობიანის ცომი. ცოტა ცხიმე ვქენი. გამტნარი მარილი საფუარი. ეს არის ხაჭაპურის ცომი. თბილი რძე, საფუარი, ბევრი ცხიმი და ასე შემდეგ. ეს არის მარშეს ფენოვანი ცომი. რომელშიც ჩვეულებრივ ქადის გულის ამბავი, ფქვილი, შაქარი, კარაქი ვამატებ დარიჩენს და დაჩეჩქვილ ბევრ ნიგოს. და ესეც მაფინები. ეხლა ტვერი არ არის სახლი დავალაგებულია, მაგრამ ვარონ დავამზადოთ წასაღებად რომ გაამზადო ძალიან სუფთეს არის პილაუება ხარა. ამას მაგდები ჩაისტევა არ დაჭერდა. ნახოთ რა ქუშავძელი და მიყო. აციებულებია. იდეალურია. ეს უფრო მეტად დაცულია. ასეთი რძალმულობა ვიცი. მეტი არ მინახია ჩემს ოჯახში. დედაჩემის ძმის ცოლი მეგონა მე დეიდა. შესაბამისად ჩემი მამიდაშვილის ცოლიც პირველი ძმის ცოლი იყო. და ასეთი ურთიერთობა გვაქვს.
ყვავილები რომ მაჩვდა იმ ხალხო ვალენტინობას გილოცავთ, მაგრამ ცალკე ვიდეოს ავაწყობ. დღეს სანამ არ მომილოცეს, არ მახსოვდა საერთოდ. ჩემი ყვავილები ხო ნახეთ. რა დავდე Facebook-ზე მითხრა რომ რაიმე როგორ მიყვარს რა ლამაზია და ვფიქრობ რომ ვუყიდო. მაინც თხევპირიანი ჭიქები მიყვარს. მე ნიჟარაში ჭამაიცით თქვენ? თუთებში არ გაქვს? ეს ის არის, მეც მინდოდა. ფუმფულა. ჩამსავით. ჰაეროვანი. ჩამსავით. ტკბილი. ჩამსავით. ნირერაში ვჭამ ასეთ საფშხუნავ რაღაცებს. ყოჭადორა. შენ შეგიძლია მცხოველის პოზიციად შეითავსო. კარგი იყო. ჩოყაპო. ავედი ახლა მე აქ დაგემშვიდობებით. ვალენტინობას ახალი ვიდეოთი მოგილოცავთ. დროებით.